გიორგი ჩაკვეტაძემ ვალენსიასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯეოთიმი ავრცელებს. გავრცელებული ცნობით ესპანური კლუბი ქართველთან 4 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ჯეოთიმი წერს, რომ ახლა ყველაფერი ვალენსიასა და უოტფორდს შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული. ინგლისური გუნდი ჩაკვეტაძეს სანაცვლოდ 10 მილიონს ითხოვს. ხამურები ჩაკვეტაძეს ანდრე ალმეიდას შეცვლის მთავარ კანდიდატად განიხილავენ. საბა გოგლიჩიძემ უდინეზეში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. კლუბმა სეზონი იტალიის თასის მატჩით გახსნა და პირველ შეხვედრაში კარერეზე 2-0 დაამარცხა. ქართველი მცველი 78 წუთზე გერმანელი მატეო პალმას ნაცვლად შევიდა მოედანზე. უდინეზე შემდეგ შეხვედრა სერია A-ში 25 აგვისტოს გამართავს. ის საკუთარ მოედანზე ვერონას დაუპირისპირდება. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მოიგო. ქართველმა ბელგიელი გოტია უნკლენი 3 სეტში დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე ბასილაშვილი შვეიცარიელ მარკ ანდრია ჰიუსლერს დაუპირისპირდება. შეხვედრა 20 აგვისტოს 19 საათზე დაიწყება. დიდი სლემის ტურნირის ძირითად ვადეში მოსახვედრად ბასილაშვილს საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ 2 მატჩის მოგება სჭირდება. ესტონეთთან მატჩის დროს გამოვლენილი გულის არითმიის გამო თორნიკე შენგელიამ ესპანეთში გამოკვლევები ჩაიტარა. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათი ცნობით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 10 დღიანი მკურნალობის შემდეგ ყველაფერი წარმატებით დასრულდა. ნაკრების კაპიტანი პროგრესულ ვარჯიშს ეტაპობრივად დაიწყებს და ის კვლავ შეუერთდება გუნდს. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პირველ შეხვედრას 29 აგვისტოს ესპანეთთან ჩაატარებს.